რაღაცაზე გაგვიყვა, რაღაცა მოხდა ალბათ ქვეყანაში თუ არ თუ ჩვენ კლასი არ აშავდა, იმიტომ რომ ისეთ სკოლა მქონდა რომ ვერანაირებს ვერც გაბედავდა რომ დაეშავებინ. და რაღაცა სააქტო დარბაზში შეგვიყვანეს და რაღაც ხო შეიძლება რამეს გვიცხადებდნენ, რამე კომკავშირულს ან პიონერულს და მოკლედ დაგვასწრეს ძალით და მამაჩემ ძალიან ის იყო სხვა შიშარა, აი დროებთან დაკავშირებით, სულ ნერვიულობდა მოკლედ რომ რატო დააგვია 2 წუთი რატო დაიგვიანე, ან დეჩემ სამსახურზე რატო დაიგვიანაც არა, აი ანგარიშობდა რომ ალბათ აი 5 წუთი დაჭირდა კიბეზე ჩასვლა, 5 წუთი გაჩერებამდე 5 და კიდე სად არის? აი ძალიან, აი ძალიან ნერვიულობდა ყველაფერზე და ეთყობა არ იყო სამსახურში და იყო სახლში, თორე მამჩემ ჩვეულებრივად დილას მუშაობდა, მე მიდიოდა სამსახურში, საღამოს მოდიოდა, ესეთი განრიგი ჰქონდა და ეთყობა იყო სახლში და ვერ ნახა რომ 2:30 და არ მოვედით სახლში და ატეხა ამბავი და მოვარდა სკოლაში, აი გაგიჟებული შემოვარდა იმ დარბაზში და ერთ-ერთი მასწავლებელი იდგა და ეთყობა, ეს ხოლმე ხმაურჩი სულ არ აინტერესებდა, ეხლა სულ არ ადარდებდა იქ რაც ხდებოდა. საერთოდ და ჩვენ ხო პირიქით ყველაფრის გცხონა და ყველაფრის გვეშინოდა და ამიტომ ძალიან დავიძაბე რომ მამაჩემის დავინახე რომ შემოვარდა და მოკეთ იქ მიხვდნენ რომ ჩაშლიდა რაღაცას იზავდა და იმიტომ კი რა რომ იცნობდნენ, უბრალოდ აი ვიღაცა შემოვარდა და რაღაცას ამბავს ატეხავს და დაამთავრეს ეგრევე და გაგვიშვეს და აი მართლა შოკი მქონდა მაშინ რომ აი ეს მითი რომ უძლეველი რაღაცა სკოლის სისტემა, ხო, აი სკოლის სისტემა ჩამოიქცა. მამას უძლეველობის გასაგებია პირიქით. სკოლის უძლეველობის ის ჩამოიქცა. ხო რა უცებ მამაჩემს მოვარდნამ და აქცია იქავრობა. კარგია რომ იმ დროს სახში ყოფილა. ნამდვილად, ხო. რაღაცა ის მომეცა ძალა თურწმენა თუ თურმე ესენი არ არიან ეგეთი ყოვლისშემძლეები და მამაჩემს შეუულია რომ რაღაცა შეცვალოს.